აქ აღსანიშნავია ის, რომ შეერაღებული ძალები, საქართველოს შეერაღებული ძალები შეიძლება ითქვას, რომ მრავალ ნატანჯი და ბევრ გმირულ ბრძოლა გამოვლილი სამხედროები არიან და მათი ღირსება არ განისაზღვრება, მე მაინც ესე ვიტყვი, არც იმ ერთი დღით და არც შემდგომ განვითარებული მოვლენებით, როგორც განვითარდება ეს მოვლენები, მე მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს ბევრჯერ ითქვა და ესეც არის, რომ ისინი არიან საზოგადოების წევრები და საზოგადოების ნაწილი, სრულფასოვნად. ერთადერთი განსხვავება რაც არის, ისინი ყოველ წუთას მზად არიან, რომ წავიდნენ ბრძოლაში და სამშობლოს გულისთვის თავი გაწირონ და ყოველ წუთას მზად არიან, რომ ყველაზე ცხელ წერტილში იყვნენ, როცა სამშობლოს დაჭირდება და შესაბამისად განწყობა ჯარში, შეერაღებულ ძალებში და უმეტესწილად ალბათ მე ესე ღრმად მრწამს ძალოვანშიდაც არის იგივე, რაც საზოგადოებაში არის. რაც შეეხება 29-ში მოვლენას, რომელსაც ინაუგურაცია დაარქვა არსებულმა ძალაუფლება მიტაცებულმა ჯგუფმა, მოდით ესე ვთქვათ, რომ ნუ შევხედავთ მაინც ძალიან რაღაცა სენსიტიური თემა არის და ის ჯარისკაცები, რომლებიც იქ დადგებიან, ასე ვთქვათ, მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ სარიტუალო ფუნქცია. და შესაბამისად მე მაინც როგორც ყოფილი სამხედრო ვერანაირად ვერ გამკიცხავ მათ იმაში, რომ ისინი არიან სამხედროები პირველ რიგში, ისინი არიან ფიცის ერთგულები, აუცილებლად ისინი არიან სამშობლოს და ერის წინაშე დადებული ადამიანები, ფიცს დადებული ადამიანები. და შესაბამისად მათი პოლიტიკურ პერიპეტიებში ძალიან ღრმად, ასე ვთქვათ, ჩათრევა არ მიმაჩნია მაინც სწორად და ერთს მაინც კიდევ ერთხელ დავამატებ და ჩემს აზრზე დავრჩები, რომ ეს ადამიანები არიან საზოგადოების ნაწილი და განწყობა არის ზუსტად იგივე, რაც არის ჩვენ საზოგადოებაში. კი, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ბატონო კახა, და აბსოლუტურად ვიზიარებ და გიდასტურებთ ჩემს უდიდეს და მართლაც განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების, ჩვენი სამხედროების მიმართ, იმიტომ რომ ისინი ნამდვილად არიან ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებულად ვაფასებდით ყოველთვის, ვაფასებთ, ვინც ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ღირსებას, ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავენ, პირველ რიგში ოკუპანტებისგან იცავდნენ და იცავენ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში. ზუსტად აქ აქცენტი უფრო გასაკეთებელია ალბათ იმ ხალხზე, რომელსაც უკვე არ ვიცი, გადალახის ყველა ზღვარი აბსოლუტურად რა. მაქვს ლაპარაკი ისევ და ისევ იმ ხალხზე, ვინც მიიტაცა დღეს ხელისუფლება. მათ არ გააჩნიათ არანაირი სამშობლოს გრძნობა, არანაირი სინდისი და არანაირი ნამოსი. ისინი თავს უწოდებენ პოლიტიკოსებს, თუმცა რა არის პოლიტიკა და პოლიტიკური კრიზისი და როგორ უნდა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან სახელმწიფო, თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. კი ბატონო. ძალიან შორს ვწაგვიყვანს მაშინ.